სისხლიანი დაპირისპირება წავკის შემოკულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მათი ორი მეგობარი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ბიძაშვილები საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოკლეს. დამნაშავის ან დამნაშავეთა ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობას რამდენიმე დღის წინ მომხდარი კონფლიქტი უძღოდა. დეტალებს თეონა ხუბულავა არკვევდა. თითქმის ერთი დღის შემდეგ ამ ადგილას კვლავ რჩება სისხლიანი დაპირისპირების კვალი. წავკიში დასახლებულ პუნქტში ხმაურიან გარჩევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე მძიმე დაჭრილი მკურნალობას განაგრძობს. ერთ ქუჩაზე მცხოვრები ბიძაშვილები დავით და ლექსო ფეიქრიშვილები საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს გვიან ღამით მოკლეს. ერთი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები მთელი ღამე მუშაობდნენ. ამოღებულია მკვლელობის იარაღი. ადგილობრივებმა ცივი იარაღი თავადაც ნახეს. მანამდე კი როგორც ყვებიან დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ჩხუბის ხმა ესმოდათ. მაური მესმოდა მე ჩხუბის ყვირილის ხმა. მეთქი მთვრალები არიან და აღარ გამოვედი გარეთ. ხო და აღარ გამოვედი გარეთ და რო გამოვედი მე რაღაც მანქანები დავინახე, ბევრი მანქანები უკვე მიყავდათ ეგ დავინახე. მე დანა დავინახე ესე და ემხელა დანა იყო. აი ხანჯალივით დანა იყო, ხო ეგეთი რაღაც იყო. სამივე. მით ახლა ერთი დაჭრილი, კიდე ორი ვინც გარდაიცვალა. მუშაობდნენ კიდეც ერთად დამწვანებაში. მაგრამ წვები ვინ იყვნენ არ ვიცით. ბიძაშვილები და იყვნენ საუკეთესო ბიჭები რა, ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ძალიან დასანანია. ორი მოკლულის გარდა მძიმე დაიჭრა ასევე ორი ახალგაზრდა, რომლებიც ფეიქრიშვილების ოჯახის ახლობლები იყვნენ. ერთ-ერთი დაჭრილის მამა კამერებთან ყვება, რომ დავით და ლექსო ფეიქრიშვილებთან კონფლიქტში მონაწილე პირები წავკისში რამდენიმე ავტომობილით მივიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაოს შემთხვევა, რაც მოკლულ ლექსო ფეიქრიშვილს შეემთხვა. ამ ვერსიის მიხედვით ერთი მხარე მეორეს დაზიანებული მანქანის შეკეთებას თხოვდა. ახალგაზრდების საქმის გასარჩევა წავკისში სავარაუდოდ სწორედ ამ ავტოსაგზაოს შემთხვევით გამოწვეული კონფლიქტის გამო მიაკითხეს. თუმცა მოკლულების ოჯახის ახლობლები ფაქტს ვერ ადასტურებენ. იმას, რომ მკვლელობა დიდი ზომის ცივი იარაღით მოხდა, ადასტურებს დაჭრილის მამაც. სამი მანქანით იყვნენ მოსულები. ვინც იყვნენ აქ, ვინც იყვნენ კონფლიქტის დროს, მე არ ვიცი კონფლიქტის დროს ვინც იყვნენ, ისინი ლაპარაკობენ, არ ვიცი. ხანჯალია, ღარიანი, ის ნახეს პოლიციამაც, პოლიციამ წაიღო მე ის ხანჯალი. გვიან ღამით შემთხვევის დროს დაჭრილი ერთი ახალგაზრდა სასტრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას არაერთი ჭრილობა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარკვეული დროის მანძილზე სამართალდამცველებისთვის უცნობი იყო მეორე დაჭრილის ადგილსამყოფელი. მან თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. გულმკერდის და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების შემდეგ მისი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მძიმე რჩება. დაჭრილებთან უკვე იმყოფებოდნენ გამომძიებლები, თუმცა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ დეტალურად გასაუბრება ვერ მოხდა. სწორედ დაჭრილი ახალგაზრდების მიერ მიწოდებული ინფორმაცია იქნება ახლა გამოძიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. უკვე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მას აქვს დადებითი დინამიკა, თუმცა რჩება მძიმე და საყურადღებო. თითქმის ერთი დღის შემდეგ გამოძიებას ჯერ საქმეზე ბრალდებულები არ ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება. თუმცა ცნობილია, რომ ორი ბიძაშვილის მკვლელობის და მათი ახლო მეგობრების დაჭრის ფაქტზე გამოძიება 109 მუხლით ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.